მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა 2014-16 წლებში რაგბის განვითარება სახელმწიფო 33 მილიონ ლარს მოახმარს. გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების დაფინანსება. საბაზო დაფინანსება ექნებათ პირველი ლიგის გუნდებსაც. უმაღლესი დონის შეხვედრები ეს არის მინდაუნიშნოს პირველი გაუზარდეთ დაფინანსება და პროგრამა გაგრძელდა 2016 წლამდე რაგბის განვითარებით და შესაბამისად 11 მილიონი ლარიდან 33 მილიონი ლარზე გაიზარდა რაგბის დაფინანსების პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც სახელმწიფო ასევე იღებს მონაწილეობას, აქტიურ მონაწილეობას სპორტის განვითარებაში. ჯერი კერძო სექტორზეა, რომელმაც ხარი უნდა აუბას მთავრობას და კლუბებს დაეხმაროს. ეს უდიდესი დახმარებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენმა კლუბებმა თუნდაც ევროპულ ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც დაახლოებით 250-300.000 ევრო დაუჯდებათ, წარმოიდგინეთ. უკვე კერძო სექტორის დახმარების გარეშე ეს ძალიან გაჭირდება, მაგრამ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა.